Შირების შესაძლოა ყველაზე დიდ მტრებად იქცნენ დონალდ ტრამპი ილონ მასკის წინააღმდეგ. ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მდიდარს უპირისპირდება. ამერიკის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი უკვე ყოფილი მრჩეველი და ტესლას დამფუძნებელი კი ხმამაღლა ამბობს, რომ არა ის ტრამპი არჩევნებს წააგებდა. პოლიტიკურ თემებზე დაწყებული უთანხმოება პირად საკითხებზე მალევე გადავიდა. გაჟღერდა საკმაოდ მძიმე ბრალდებები. ილონ მასკმა უკან დასახები გზა მოიჭრა და პირდაპირ თქვა, რომ დონალდ ტრამპის სახელი ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპსტინის საქმეში ფიგურირებს. სადამდე მივადაპირისპირება ჯერ არავინ იცის, თუმცა შედეგები უკვე სახეზეა. ტესლას აქციები 15%-ით გაუფასურდა და კომპანიამ დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნა. ნათია ჩეხერიასთან ერთად განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, ის უკვე კურიერი პრესის სტუდიაში იმყოფება. ნათია, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. ნათია, მედიაში ვარაუდობენ, რომ თითქოს ტრამპსა და მასკს პარასკევს უნდა ქონოდათ საუბარი, შესაძლოა სატელეფონო საუბარი ყოფილიყო, თუმცა ჩვენ როგორც ვიცით, ეს კომუნიკაცია არ შედგა. თუ შეგიძლია გითხრა, ახლა რა ეტაპზე არის მასკისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება? სატელეფონო ზარი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერსა და უმდიდრეს ადამიანს შორის ჯერჯერობით არ შედგება, რადგან დღეს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არ სურს ილონ მასკთან საუბარი. ჯერჯერობით მაინც, თუმცა მედია საშუალებები ჟურნალისტები აკვირდებიან დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის თითოეულ ნაბიჯს და დაკვირვების შედეგად ჯერ კიდევ ხედავთ თესლის სახლის ეზოში წითელ ტესლას დონალდ ტრამპის. Fox News-ის ინფორმაციით ეს არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალია. 2 თვის წინ ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების დროს დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად წვავდნენ ტესლას მანქანებს და ზუსტად ამ დროს შეიძინა დონალდ ტრამპმა ეს მანქანა, ტესლას წითელი მანქანა, იმისათვის რომ ხარი დაეჭირა მასკისთვის და მისი კომპანიისთვის. თუმცა ახლა საჯარო დაპირისპირების ფონზე მედიას თეთრი სახლიდან წყარო უყვება, რომ დონალდ ტრამპი აპირებს ამ მანქანის გაყიდვას. ეს კი უკვე იქნება მკაფიო გზავნილი ჟურნალისტების თქმით, რომ ამერიკის პრეზიდენტი ამ ფორმით თავიდან მოცილებას აპირებს თავისი ყოფილი ახლომრჩევლის და მისი კომპანიის, რომელიც გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი. ნათია, დაპირისპირების მთავარი მიზეზი არის კანონპროექტი, რომელსაც დიდი და ლამაზი კანონპროექტი ჰქვია. გითხარი, რას მოიცავს ეს პროექტი და რატომ დაიმსახურა მან მასკის კრიტიკა? საშინელი სისაძაგლე, ასე უწოდა მასკმა დონალდ ტრამპის დიდ და ლამაზ კანონპროექტს. ტესლას შემქმნელი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალი გაიზრდება 4 ტრილიონი დოლარით. რაც არ უნდა ერქვას ამ კანონპროექტს, ის გულისხმობს ხარჯების ზრდას თავდაცვისა და საზაზღვრო დაცვის სფეროებში, მაგრამ დანახარჯების შემცირებას, სუფთა ენერგიისა და ელექტრომობილების სუბსიდირების ნაწილში და ზუსტად ეს არის მიზეზი დონალდ ტრამპის თქმით ილონ მასკის გაღიზიანების. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ტრამპის ვრცელი განცხადება. I'm very disappointed because მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მასკს მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გქონდეს ყველა სახის მანქანა, ელექტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გქონდეს ბენზინის ძრავიანიც და სხვაც. გვინდა, რომ გქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა მის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე. დაპირისპირების განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ანალიტიკოსები, როგორც იცით, ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და მან ეს თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ძალიან მშვიდობიანადაც ტრამპმა მას უმასპინძლა ოვალურ კაბინეტში და სიმბოლურად ოქროს გასაღებიც კი გადასცა მადლობის ნიშნად. ილონ მასკს ამ თანამდებობაზე ყოფნა შეეძლო 130 დღის განმავლობაში. დღეები კი ამოიწურა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ილონ მასკმა დონალდ ტრამპს სთხოვა ამ ვადის გახანგრძლივება, თუმცა მიიღო კატეგორიული უარი, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება. კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც მედია საუბრობს, არის ტრამპის მიერ NASA-ს ადმინისტრატორის პოზიციაზე წარდგენილი მასკის თანამოაზრის ნომინაციის უკან გამოწვევა და ასე შემდეგ. მიზეზები არის არაერთი. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპი მხარს აღარ უჭერდა ილონ მასკს. დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ ახლა ილონ მასკი ითხოვს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს და მისი JD Vance-ით ჩანაცვლებას. ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია ახალი პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც მისი თქმით ეგრე
ეგრეთ წოდებული შუაშისტი ამომრჩევლების 80%-ს შეადგენს. საპასუხოდ დონალდ ტრამპი აანონსებს ილონ მასკის სამთავრობო კონტაქტების გაუქმებას და შეიძლება დაიწყოს გამოძიება მილიარდერის წინააღმდეგ. ამასობაში ტრამპის დიდი და ლამაზი კანონპროექტის მიღების თარიღიც ახლოვდება 4 ივლისი. მოახერხებენ თუ არა მანამდე მხარეების შეთანხმებას. ძალიან საინტერესოა როგორ იქნება ფინალი, როგორც მედია, მსოფლიო მედია, ისევე ჩვენ ვაკვირდებით ამ ყველაფერს. მადლობა ნათია ტრამპისა და მასკის დაპირისპირების შესახებ. ნათია ჩეხერემ ისაუბრა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში.